პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით სამუშაო დღის ბოლოს, ყველა დაღლილები ხარ და ალბათ ნაპოლეონი ყველაზე ნაკლებად გაინტერესებთ, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ. ასე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დიმიტრი სელაკაძეს, ქეთი ასათიანს და დანარჩენ თანამშრომლებს ეროვნულ არქივში, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის. ნამდვილად არ მოველოდი, არც კი ვფიქრობდი რომ მოდიოდი, რომ მომეცემოდა ეს საშუალება, რომ გამოსულიყო ეს სიტყვით. ასე რომ დიდი მადლობა. ესე იგი რატომ მაინც და მაინც ეს მოხსენება, ხო? იმიტომ რომ ეხლა ნაპოლეონზე ყველას ხსმენია და ვიცით მეტნაკლებად ვინ იყო, რას წარმოადგენდა და თუ ჩვენ მიუდგებით ტრადიციულ მიდგომას თუ მიყვებით, ალბათ ეს რუკა ყველას გეცნობა, სამწუხაროდ ინგლისური არის, მაგრამ შეძლებს დაგვარად ჩავამატე ხოლმე ადგილებში ქართული შენიშვნები, მაგრამ თუ ტრადიციულად მიუდგებით ნაპოლეონის ომებს, მაშინ უნდა დავიწყოთ 1803 წელს და უნდა გავყვეთ 12 წელი, დავასრულოთ 1815 წელს. მით უმეტეს რომ ეხლა გვიახლოვდება ხომ ეს 200 წლის თავი ევროპაში დიდი ზარზე ფრანგების გარდა მე მგონი მთელი ევროპა დიდი ზარზე იმით აღნიშნავს ამას. სხვადასხვა ამერიკაშიც კი. და ამ მიდგომით თუ მიყვებით ამ ტრადიციული მიდგომით, მაშინ იქნება რა ჯერ იქნება მესამე კოალიციის ომი ავსტრიასა და საფრანგეთს შორის და მე ამ წრეებით განიშნებ სად იყო ძირითადი ბრძოლები, ხო? მეოთხე კოალიციის ომები პრუსეთში, პოლონეთში, ესპანეთის ომი, ხო, გრძელვადიანი 6 წლიანი ომი, რომელმაც საფრანგეთის ძალები გამოფიტა. მეხუთე კოალიციის ომი, რომელიც არის ავსტრიასთან, ხო? მერე იქნება მეექვსე კოალიციის ომი, რუსეთში შეჭრა, დამარცხება, გამოქცევა, მერე მთელი ევროპის ამბოხება, გერმანიის განთავისუფლება და მერე საფრანგეთის დაცემა. ეს მე მგონი ყველამ იცით, ამიტომ არ მოგაწყენთ ამით. თუმცა 15 წუთი მინდა დავიტოვოს ბოლოში, რომ თუ რამე კითხვები გექნება ამათთან დაკავშირებით, იმასაც გიპასუხოთ, მაგრამ მე ბოლო რამოდენიმე წელი უფრო სხვანაირ მიდგომით მუშაობ ამ საკითხზე და სწორედ ამიტომ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და ეს მიდგომა არის, რომ თუ ჩვენ ამ ტრადიციულ მიდგომას, ხო, არ დაგვაუწყდეს მე-7 კოალიცია, ვატერლოოსთან დამთავრდა, მაგრამ თუ ამ ტრადიციულ მიდგომას მივყვებით და ავიღებთ უფრო გლობალურ ხედვას, მაშინ აი აქ არის ეს არის ტრადიციული მიდგომა. ეს წითელი ხაზი, რაც არის, ეს მოიცავს ნაპოლეონის ომების არსს, ხო, რაც ჩვენ ნებისმიერ ნაპოლეონის ბიოგრაფიაში, ნებისმიერ ისტორიას, რომელიც ნაპოლეონის ომებს შეეხება, იქ არის აღწერა. მე კიდე გაჩვენებ ჩემი მიდგომას. მიყვებით რამდენი რამ ხდება ამ დროს სოფლიოში. ყველგან ხდება, ხო? თითქმის ყველგან ესე თუ მიყვებით. ხა ბუნებრივია ჩვენს დღევანდელ პირობებში ახლა ამ 40 წუთში ამ ყველა წრეს ვერ შევეხები, მაგრამ არის ერთი წრე, რომელიც უფრო მეტად საინტერესოა ვიდრე დანარჩენი და ამიტომ მინდა ამ კონკრეტულ შემთხვევისათვის 3 წრე ამ მრავალიდან 3 წერტილი ავირჩიო და თქვენთვის დარვადგინო. პირველი საკმაოდ ცნობილია თქვენთვის და სწორედ იმიტომ ავირჩიე ეს წრე, რომ გარკვეულწილად საქართველოსთან არის მიმართებით, ძალიან უშუალო კავშირში არის. ნაპოლეონი 1798 წელს შეიჭრა ეგვიპტეში, ხომ? წაიყვანა დაახლოებით 30000 კაცი, გადაცურა შუახმელეთშუა ზღვა, 1 ივლისს გადასხდა ალექსანდრიასთან, დაამარცხა მამლუქები, რომელთა შორის ძალიან ბევრი ქართველიც იყო, ყოველ შემთხვევაში წინამძღოლებს შორის. და შემდეგ 1 წელი დაყო, თითქმის 1 წელი დაყო ეგვიპტეში და გამოიქცა. და თუ შეამჩნიეთ 4 თარიღი მაქვს, ხო, ეკრანზე, იმიტომ რომ ტრადიციული მიდგომის მხრივ ეგვიპტის ლაშქრობა მთავრდება 99 წელს. ნაპოლეონი გამოიქცა, აღარ არის გვაინტერესებს რა ხდება ეგვიპტეში. არა და ომი გრძელდება ეგვიპტეში კიდევ 2 წელი. არა და ფრანგები კიდევ იქ არიან, ჯერ გენერალ კლებერის მეთაურობით, შემდეგ გენერალ მენუს, ხო, აბდალა მენუს. საინტერესო ის არის რა ის კი არ არის რომ ნაპოლეონი შეიჭრა ეგვიპტეში და იქ დამარცხდა. ხო, თუმცა ნაპოლეონს არ აღიარებია ეს არასოდეს, ხო, ყოველთვის ცვლიდა რომ ეგვიპტეში გამარჯვება მოიპოვა მან და სწორედ ეგვიპტეს ლაშქრობამ გარკვეულწილად შეუწყო ხელი მის აღზევებას დაბრუნებისას. არა, ეს არ არის ჩემთვის იმდენ საინტერესო, რამდენად არის რა ზეგავლენა იქონია ამ ლაშქრობამ გლობალურ პოლიტიკაზე. კონკრეტულად რას გულისხმობ? ნაპოლეონის ომები არ არის მარტო
ის 12 წლიანი პერიოდი, რომელიც დაიწყო 1803 წელს და 15 წელს ვატერლოოსთან დამთავრდა. არა. ეს არის ბევრად უფრო გრძელვადიანი კონფლიქტი, რომელიც იწყება სხვადასხვა 1688 წელს. 1688 წელს. საქართველოს ისტორიოგრაფიაში არ ვიცი რამდენად არის მიღებული, მაგრამ დასავლეთში ამ კონფლიქტს უწოდებენ მეორე 100-წლოვან ომს. როგორც პირველი იყო საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, ისე არის ეს მეორე 100-წლოვანი ომი, თუმცა ბევრად უფრო 100 წელზე უფრო მეტ ხანს გრძელდება 1688 წლიდან 1815 წლამდე. და სწორედ აი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოს ეგვიპტეს ლაშქრობა. ეს არ არის პირველი ცდა ფრანგებისა, რომ შეიჭრნენ ეგვიპტეში, თუმცა არის პირველი, როდესაც უშუალოდ შეიჭრნენ, მაგრამ დიდი ხანი ფიქრობდნენ ამაზე ფრანგები. ამდენი ხნის განმავლობაში 1798 წლამდე ძირითადი საფრთხე ინდოეთისათვის და ბრიტანელი ინტერესებისათვის იქ მოდიოდა სწორედ აფრიკის ირგვლივ. თუ ფრანგებს შეეძლო წასვლა ინდოეთში, უნდა წასულიყვნენ აი იმ გზით. დაახლოებით 6 თვე ჭირდებათ. მაგრამ რა მოხდა 98 წელს? მანამდე საუბრობდნენ, სხვადასხვა ლუი მე-15-ის დროსაც კი არის სერიოზული საუბარი იმაზე, რომ ეგვიპტეში წავიდნენ, მაგრამ არ წასულან. ამიტომ ბრიტანელები ამას არ აქცევდნენ სერიოზულად ყურადღებას. 98-ში ფრანგებმა შეძლეს. წარმოიდგინეთ რა რამდენად არნახული პრობლემა არის ახალ ბრიტანელებისათვის. ამიტომ ბრიტანელების მხრიდან პასუხი არის რაღაცა უნდა მოვიღონიოთ, რაღაცა უნდა ვქნათ. უნდა ვიპასუხოთ, რომ ეს საფრთხე გავაუქმოთ. ამ მხრივ არის ორი დიდი დაწესებულება სხვადასხვა ბრიტანეთში ამ დროს, ბრიტანეთის მთავრობაში. ერთი არის საგარეო სამინისტრო, რომელსაც ხელმძღვანელობს გრენვილი. და მეორე არის ბრიტანეთის აღმოსავლეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის დირექტორთა საბჭო, რომელიც უფროსი არის ჰენრი დანდესი. ეს კომპანია საკმაოდ საინტერესო არის, ხა არ ვიცი თქვენ რამდენად ხარჩა გარკვეული ამ საკითხში, მაგრამ არის ფაქტიურად კერძო კორპორაცია, ხო ეს ოსტ-ინდოეთის კომპანია, რომელიცაც აქვს სახელმწიფოსგან მონოპოლია მიცემული ივაჭროს ინდოეთთან. დირექტორთა საბჭოს წევრების უმეტესობა არის სახელმწიფო მოღვაწეები და ბუნებრივია თუ რამე პრობლემა შეექმნა კორპორაციას, სახელმწიფო ჩაერევა და დაეხმარება მათ. ანუ კორპორაციის ინტერესები და სახელმწიფო ინტერესები ძალიან ხშირად ერთმანეთის ტოლფასი არის, განსაკუთრებით თუ ინდოეთს შევეხებით. და აქ ახლა აი აქ 98 წელს ფრანგების შეჭრის შემდეგ ირკვევა, რომ აქ ორი თვალსახედვა არის. საგარეო სამინისტრო ბრიტანეთის ამბობს, ეს არ არის პრობლემა. ეს ფრანგებმა დაუშვეს დიდი შეცდომა. მე რა რო ეგვიპტეში არიან? რა შანსი არის იქიდან ინდოეთში რო ჩავიდნენ? დანდესი, ხო, ჰენრი დანდესი, რომელიც არის ოსტ-ინდოეთის კომპანიის დირექტორთა საბჭოს უფროსი, უყურებს ამბავს, ხო არ გაგიჟდით თქვენ? ვაიდა შეძლონ მაგათმა. მე რა ვშვები? გვაქვს ის საშუალება, რომ შევაჩეროთ ფრანგები? ამიტომ სასწრაფოდ უნდა ვუპასუხოთ. ეხლა ეგვიპტის კომპანიის ისტორია ჩვენ ვიცით, ხო? ნაპოლეონი დაჯდა ალექსანდრიაში, დაიპყრო ქაიროდან მერე წავიდა ელარიში, იერუსალიმთან მისვლილი არ იყო თვალად იერუსალიმში, მაგრამ იაფა აიღო, მერე აკრასთან დამარცხდა, უკან დაბრუნდა და წავიდა სახლში, ხო? აი რა მოხდა მერე, ეს არის საინტერესო, რამდენად და ნაკლებად არის ეს ნაპოლეონის ბიოგრაფიებში და ტრადიციულ მიდგომაში აღწერილი. და რა მოხდა არის, რომ 2 წელი ბრიტანელები ემზადებოდნენ საპასუხო დარტყმისათვის. 1799 წლის აპრილში უკვე არის გარკვეული ეს გეგმა. ეს გეგმა მოიცავს რამოდენიმე მხრიდან ეგვიპტეს თავდასხმას. თავდასხმა დაიწყო ჯერ სხვადასხვა სამხრეთიდან. სამხრეთში, აი ზუსტად ქვევით არის პატარა კუნძული ქვია პერინი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულად, რადგანაც ამ ყურეს, ამ კლიენტს გასავალს წითელი ზღვიდან არაბეთის ზღვაში გასავალს აკონტროლებს. 1799 წლის აპრილში ბრიტანელებმა დაიკავეს ეს კუნძული, მაგრამ უცებ აღმოაჩინეს, რომ ეს კუნძული არის ფაქტურად არაფერი, აი ნახევარი თბილისის ხელა ადგილი არის. ამიტომ ვერ გააკონტროლეს კარგად, იმიტომ რომ საკვები ქონდა და არც წყალი და ამიტომ აიღეს და აქვე გადასხდნენ ადენში. და დაარსეს პირველი ევროპული სამხედრო ბაზა ფაქტურად არაბეთის კუნძულზე. მართალია 300 კაცი ყავდათ იქ, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მე-19 საუკუნის ისტორიისათვის, იმიტომ რომ პირველად ბრიტანეთის ისტორიაში, არაბეთის ისტორიაში ჩვენ ხედავთ აი ესეთ დიდი ქვეყნის, ხო, ბრიტანეთის ქვეყნის ჯარს არაბეთის კუნძულზე. შემდეგ რა მოხდა? შემდეგ 1800 წლის ზაფხულისათვის ბრიტანელებმა შეკრიბეს ჯარები და ორი მხრიდან შეუტიეს. აბუკირიდან შეუტია გერმანულ აბერკრომბიმ,
გენერალ ბერდმა შეუტია კოსეირიდან, ორი მხრიდან დაჟდნენ, შეუტიეს და ფრანგები დაამარცხეს და 1801 წლის აგვისტოსთვის მოსვეს. ფრანგები დაამარცხნენ, მოაწერეს ელარიშის კონვენციას და დათანხმდნენ, რომ წასულიყვნენ ეგვიპტედან. ფრანგული მხრიდან ეგვიპტეში ყოფნა არის ძალიან მცირე. არ არის დიდად მნიშვნელოვანი, მაგრამ ბრიტანული სოფლმხედველობისათვის, იმისათვის თუ რა საფრთხე ჰქონდა ბრიტანეთს, ეს საკმაოდ დიდი აქვს. რატო? იმიტომ რომ პირველად ბრიტანელებმა დაინახეს, რომ ინდოეთში შეჭრა ეგვიპტიდან შესაძლებლობა არის. ამიტომ რაღაცა უნდა ვიღონიოთ ამისათვის. მომდევნო წლები 98, 19, 800, 801, აი ეს 4 წელი ბრიტანელებმა დაიწყეს არაბულ ქვეყნებს პატარა შეიქმნებთან, ხო? აი აქ ომანში, სპარსეთის ყურეში მიმოსვლა და ხელშეკრულებების დადება. ეს არის პირველი ხელშეკრულებები არაბების პატარა სახელმწიფოებსა და დიდი ბრიტანეთს შორის თანამშრომლობაზე. და თანამშრომლობა იყო ძალიან საინტერესო. ერთის მხრივ ბრიტანეთი აძლევდა მათ ფულს, სუბსიდიებს, მეორე მხრივ არაბები თანხმდებოდნენ, რომ არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ მისცემენ საშუალება, რომ მათი ტერიტორიაზე გაევლოთ. ეხლა ეს პატარა წრომანი არის, ხო, ვთქვათ, ეხლა ძალიან დიდი მნიშვნელობა არ ექნება, ვთქვათ, ბრიტანეთისათვის ომანს აკონტროლებს საფრანგეთი თუ არა. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ აკონტროლებს ირანს. და სწორედ 1801 წელს პირველად ბრიტანეთის ისტორიაში გაიგზავნა დიპლომატიური საელჩი. მას ხელმძღვანელობდა ერთი საინტერესო პიროვნება ჯონ მალკომის, რომელიც ფოტოშორის ოსტინდოეთის წარმომადგენელი იყო კომპანიის. მალკომი ჩავიდა ინდოეთში და ხელმოაწერა დაზავებას, დაზავებას კი არა, ხელშეკრულებას ირანთან, რომელმაც დაამყარა პირველად საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა ბრიტანეთსა, ბრიტანეთის იმპერიასა და ირანს შორის. ეს ხელშეკრულება მიმართული იყო უპირველეს ყოვლისა, რომ დაეცოთ ბრიტანული ინტერესები ინდოეთში. მაგრამ სპარსულ მხარესაც ჰქონდა რაღაცა, ხო? და ამიტომ სპარსული მხარემ მოითხოვა, რომ ბრიტანეთს აღიარებინა სპარსული ინტერესები კავკასიაში. კავკასიაში ეს ხელშეკრულება მოეწერა 1801 წლის იანვარში. რა ხდება ამ დროს საქართველოში? ქართლ-კახეთი გაქრა. 1801 წლის იანვარში პავლემ გამოაქვეყნა მანიფესტო და მორჩა. ქართლ-კახეთი გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი. სწორედ როგორი მნიშვნელოვანია ეს ირანისათვისაც და ბრიტანეთისათვის. ბრიტანეთს ნაკლებად აინტერესებს ირანს რა პრობლემა ექნება რუსეთთან, მაგრამ ბრიტანეთისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვის ნიდგება მის გვერდში, როდესაც რუსეთი მას თავს დაესხმება. არა და იცის, რომ ეს მოხდება. და ეს ყველაფერი არის გამოწვეული ნაპოლეონის ამ ლაშქრობით. ხელი რომ მოეწერა 1801 წელს ამ ხელშეკრულებას ირანსა და ინგლისს შორის, შემდეგ 2 წლის შემდგომ საფრანგეთი და ბრიტანეთი დაზავდნენ. ამიანის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, აღარ არის ომი. რამდენად აინტერესებს ახლა ბრიტანელებს ირანთან თანამშრომლობა? რამდენად დიდი საფრთხე იქნება? ამიტომ დაიკიდეს ბრიტანელებმა ირანელები. არ აინტერესებს მაგათთან თანამშრომლობა. ნაპოლეონი კი ძალაუფლებაში მოვიდა. და მას აქვს ჯერ კიდევ შენარჩუნებული სტრატეგიული გეგმა, რომ შეაწუხოს ბრიტანელების. ამიტომ 1803-4 წლებში მან გაგზავნა რამოდენიმე მისია. ყველაზე მთავარი ამიდან არის სწორედ პირამადე ჟუბერის მისია, რომელიც მივიდა ფატალე შაჰს კართან, ჩავიდა 1805 წელს და მასთან მოლაპარაკება აწარმოა სწორედ იმ პირობებზე, რაც ნაპოლეონს აწყობდა. საფრანგეთი დაუჭერდა მხარს ირანს, აღიარებდა ირანის საზღვრებს, სხვადასხვა კავკასიაშიც და საპასუხოდ ირანი თანამშრომლობას გააბავდა საფრანგეთთან. ეხლა 1805 წელი საინტერესო არის, იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს იქნება მესამე კოალიცია. ზუსტად ამ დროს არის ძალიან დიდი ბრძოლები ევროპაში, რუსეთი, ბრიტანეთი ერთ მხარეს არიან. ანუ ბრიტანული მხრიდან არა აქვს მათ ინტერესი ირანთან თანამშრომლობის, მათ თავისი პრობლემები აქვს ევროპაში. ირანი თავიდან არ იყო დაინტერესებული ამ შემოთავაზებით, მაგრამ შემდეგ მათ ესმით ეს ახალი ამბები, რომ აუსტრიელიც ნაპოლეონმა ავსტრია და რუსეთი გაანადგურა. საინტერესო. შეიძლება რამდენიმე თვეში, ხო, ერთ წელიწადში მოვიდა იანის ბრძოლის ცნობები. ესაც ლადგადასარევია, რუსეთი განადგურდა, ხო? უფრო მეტიც ოქტომბერში ბერლინი დაეცა. ამ ყველაფერმა იმოქმედა, წარმოიდგინე ეს ყველაფერი ხდება ევროპის შუაში, მაგრამ აქვს ზემოქმედება სწორედ ირანის კარზეც. საკმაოდ კარგად არიან ისინი ინფორმირებული.
ამიტომ საპასუხოდ ირანის შაჰმა გაგზავნა დიპლომატიური საელჩო ევროპაში. 4 მაისს 1807 წლის 4 მაისს სანამ ნაპოლეონი არის პოლონეთში, პატარა დაბა ფინკენშტაინში, სადაც კარგი სასახლე იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა საბჭოთა კავშირის საბჭოთა არმიის მიერ. ნანგრევები ჯერ კიდევ იქ არის, მაგრამ იმ ძალიან ლამაზ სასახლეში ნაპოლეონმა ხელი მოაწერა ფინკენშტაინის ხელშეკრულებას. დაზავების პირობები აქ არის, ხო? ხედავთ, რომ შეიცვალა ირანის პოლიტიკური თვალსაჩინო. ბრიტანეთთან თანამშრომლობა აღარ აქვს მათ მიზანშეწონილი, იმიტომ რომ აშკარა არის, რომ ბრიტანეთი არ არის მოგებულ მხარეზე, ნაპოლეონი გამარჯვებულია თითქმის მთელ ევროპას აკონტროლებს და ბუნებრივია ირანს აინტერესებს მაგათთან თანამშრომლობა. ვინ არის სხვა ევროპაში, ვინც რუსეთს ამარცხებს 2 წელი ზედიზედ? არა. ირანისათვის ძალიან კარგი პირობები არის ხო? ერთის მხრივ. საფრანგეთი თან ხდება, რომ გაუწიოს სამხედრო დახმარება. დახმარება არ ნიშნავს ფრანგული ჯარის გაგზავნას ირანში, უფრო სწორედ ნიშნავს სამხედრო მისიის მივლინებას ირანში, რომელიც შემდეგში რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალი გარდანი. ძალიან საინტერესო პიროვნება, ჩადის გარდანი და პირველად სხვადასხვა ირანის ისტორიაში იქნება ევროპულ ყაიდაზე დაფუძნებული ჯარი. ძალიან მცირე ნაწილი არ არის ძალიან დიდი ჯარი, არც ძალიან დიდი მიღწევები ექნება, მაგრამ თვითონ პრეცედენტს აქვს ამის მნიშვნელობა. საინტერესო ისაა, რომ თურქულ ყაიდაზე ამ ჯარს უძახიან ნიზამი ჯედიდ ჯარს, ახალ ჯარს. სამწუხაროდ ირანისათვის ამ ხელშეკრულებამ გასტანა მხოლოდ რამდენია მაისი, არ მაიცა და 4 მაისი ხო, 4 ივნისი 2 თვე. გარდანი გზაშია, სხვადასხვა გაიგზავნა, უკვე გზაში მიჩაკინებს თავისთვის ირანში, როდესაც გეოპოლიტიკური რეალობა შეიცვალა. რუსეთი საბოლოოდ დამარცხდა ფრიდლანდთან, იძულებული არის დაზავდეს საფრანგეთთან და ნაპოლეონმა ეხლა აწონდას, რომელია უფრო მნიშვნელოვანი, ირანი თუ რუსეთი. რუსეთი, რა თქმა უნდა, ხო? და სწორედ აქ, იქ ცნობილი ჩახუტების შემდეგ, რუსეთმა და საფრანგეთმა გადაწყვიტეს ფაქტიურად გაეყოთ ევროპას შუაზე. დაახლოებით ეს. რაც კი რამე არის დასავლეთში იქნება საფრანგეთის, რაც კი რამე არის აღმოსავლეთში იქნება რუსეთის. საინტერესო მიდგომა არის რა, 2 კაცი მდინარის შუაში. წვეთს მთელი ევროპის ბედს. რუსეთისათვის ამას საკმაოდ სხვადასხვა ხელსაყრელი ხელშეკრულება არის. შემდეგში არის, რა თქმა უნდა, არ არის პოპულარული, ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს სხვადასხვა თავადაზნაურობაში, სულიან რომ დამცირებულები არიან, მაგრამ თუ შევხედავთ რა დაპირდა ნაპოლეონი რუსეთს, სხვადასხვა საკმაოდ ხელსაყრელი არის. ამ დაზავების მიხედვით რუსეთს აქვს საშუალება აიღოს ფინეთი. ოფიციალურად ამას ქვია შვედეთის იძულება, რომ მიემხროს კონტინენტურ ბლოკადას, მაგრამ რეალობაში ნაპოლეონი აძლევს რუსეთს საშუალებას, რომ დაიპყროს ფინეთი. რაც მოხდება 1808 წელს, ბაგრატიონი, ჩვენი ბაგრატიონის ხელშეკრულების მონაწილეობს ძალიან აქტიურად ამ დაპყრობაში. იწყება ომი ფინეთისათვის და 1809 წლის მაისისათვის ფინეთი დაპყრობილია. უფრო მნიშვნელოვანია ბევრი საკითხი, რომელიც არის საიდუმლო რა ქვია განყოფილებაში ამ ხელშეკრულების საიდუმლო განყოფილებაში არის ახსნილი, რომელიც არის ოსმალეთთან მხრივ მუხლში, მადლობა დამზადე. აი საიდუმლო მუხლების მიხედვით რუსეთი და საფრანგეთი დათანხმდნენ თუ ოსმალეთი უარს იტყოდა მედიაციაზე და მოლაპარაკებებზე, ორივე სახელმწიფო საფრანგეთი და რუსეთი ერთად შეიკრებოდნენ, რომ დაანაწილონ ოსმალეთის იმპერია, დაუტოვებდნენ ოსმალეთს მხოლოდ კონსტანტინოპოლს და რუმელიას, აი პროვინციას და დანარჩენს გაიყოფდნენ. საინტერესო ისაა, რომ ამ ყველაფერში ამ მიდგომაში უშუალოდ დასახლებული საქართველოს არ არის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა წამოაყენა კავკასიის კონტროლის საკითხები და ნაპოლეონმა დუმილით უპასუხა. ანუ აღიარეს რუსეთის კავშირი, რუსეთის კონტროლი კავკასიაზე. რა თქმა უნდა, ირანისათვის ეს იყო ძალიან დამამცირებელი რამ. გარდანი ჩავიდა ირანში, ეუბნება, რომ ჩვენ ხელს მოვაწერეთ ფინკენშტაინის ხელშეკრულებას და შემდეგ რამოდენიმე თვეში ჩადის მოცნობა, რომ ამ ხელშეკრულებას არაფერი ფასი არ აქვს. ამიტომ ირანელების მხრიდან პასუხი არის მიუბრუნდეთ ბრიტანეთს. დაჭირა დაახლოებით წელიწად ნახევარი ამას. 1800 წლის განმავლობაში არის მოლაპარაკებები და ეს ყველაფერი დაგვიგვირდა 1809 წლის მარტში, როდესაც ბრიტანეთსა და ირანს შორის ხელი მოეწერა ამას თავიდან ერქვა დროებით ხელშეკრულებას.
რომელიც ერთის მხრივ ირანმა ხარი დაუჭირა ბრიტანეთს, აღიარა ბრიტანეთის ინტერესები ინდოეთში, დათანხმდა რომ ითანამშრომლება ბრიტანელებთან და არ გაუშვებდა ევროპულ არც ერთ ჯარს თავისი ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, არც ერთ ჯარს ნიშნავს ფრანგულ ჯარს და საპასუხოდ ბრიტანელებმა უპასუხეს, რომ ჩვენ მოგცემთ ძალიან ბევრ ფულს, რომელიც ხელს შეგეწყობს შენი ჯარის გაძლიერებას და შენი ხელისუფლების გაძლიერებას. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის თუ რა მოხდა 1809 წლის შემდგომ. ეხლა ბრიტანელების მხრიდან კიდევ ერთხელ ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, პირველი ნაბიჯი რომ შეაჩერონ ეს ფრანგული მისიები, ფრანგული გაზეგავლენა ირანთან, მაგრამ ძირითადი ყურადღება მაინც ევროპაზე არის. ამ დროს ნაპოლეონი ლაშქრობს რუსეთში, მარცხდება და ბრიტანეთი აღმოაჩენს, რომ ისევ არის დაგავებული რუსეთთან. თუ რუსეთი იყო მისი მოწინააღმდეგე 1707 წლებში, 8 წლებში, 9 წლებში, 10 წლებში, 11 წლებში, 1812 წელს რუსეთი და ბრიტანეთი ისევ დაზავებულები არიან. ამიტომ ბრიტანეთსაც ეს საკითხი დაიდგა, რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ნაპოლეონთან ბრძოლა ევროპაში, რაც თავისთავად არის მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ უფრო მნიშვნელოვანი არის ინდოეთის დაცვა ირანის მეშვეობით. თქვათ თუ თქვენ ახართ 1813 წლებში, უკვე გერმანიის საკითხი იჭრება, ხომ თავისუფლების მოძრაობა დაიწყო, ნაპოლეონი აშკარაა რომ არ წყდება. ბრიტანელი მთავრობა, სხვა შორის ოსტ-ინდოეთის კომპანიის მხრიდან უყურებს ამას და იაზრებს, რომ ეს ომი დამთავრდება ნაპოლეონის დამარცხებით. შეიძლება ცოტა გაგრძელდეს, მაგრამ დამარცხდება ნაპოლეონი. აი შემდეგ რა საფრთხე ემუქრება ბრიტანეთის ინტერესებს და აშკარაა რომ რუსეთიდან მოდის ეს საფრთხე. ამიტომ ბრიტანელებმა 1814 წელს დაიწყეს მოლაპარაკებები ირანთან. ეს მოლაპარაკებები გარკვეულწილად არის განპირობებული იმით, რომ რუსეთმა 1813 წელს საკმაოდ დიდ მიღწევას მიაღწია სამხედრო მიღწევებს გამარჯვებას მიაღწია ირანთან მიმართებით. იმ ფრანგების მიერ გაწვრთნილ ჯარმა დიდად ვერ გაამართლა და 1814 წელს თეირანში ბრიტანელებმა და ირანელებმა ხელს მოაწერეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებას, რომელსაც დაერქვა თეირანის ზავი. ამ ზავმა განსაზღვრა ბრიტანეთის და ირანის ურთიერთობები დანარჩენ მე-19 საუკუნის განმავლობაში. და ეს ზავი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ირანი ამ ზავის პირობებით ფაქტობრივად დაკარგა თავისი საგარეო პოლიტიკის მართვის საშუალება. ეს არის განპირობებული იმით, რომ ბრიტანეთმა აიძულა ირანი გაეჭვიტა ურთიერთობა იმ სახელმწიფოებთან, რომელიც ბრიტანეთის წინააღმდეგ ეწეოდნენ პოლიტიკას. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ბრიტანეთს შეწინააღმდეგებოდა, ირანი იძულებული იყო, რომ გაეწყვეტა ურთიერთობა მათთან. იძულებული იყო ირანი მიიღო ბრიტანელებისგან სამხედრო დახმარება. და ბრიტანეთის მხრიდან ერთადერთი რამ იყო, თუ ომი მოხდა ირანსა და რომელიმე ევროპულ ქვეყანას შორის, რაც მანდა იქნება რუსეთი, ბრიტანეთი ან გაგზავნიდა ჯარს, არ არის დაკონკრეტებული რამე, ან მისცემდა ფულს. ეხლა ზავი რომ მოიწერა 1814 წელს, შემდეგ იყო ერთი დაახლოებით 12 წელი დაზავება, არ იყო არნაირობი, მაგრამ შემდეგ 1821 წელს ომი დაიწყო რუსეთსა და ირანს შორის, სამხრეთ კავკასიისათვის და სუსტად მაშინ წამოტივდებდა ეს საკითხი. ირანელებმა დაუყოვნებლივ სთხოვეს ბრიტანელებს დახმარება და ბრიტანელებმა უპასუხეს, რომ ჯარს ნამდვილად ვერ გამოგიგზავნით, მაგ თუ გინდათ ფულს მოგცემთო. ფული ვიღაც ჭირდებოდა, ხო? მაგრამ რა მოხდა? აი ამ ნაპოლეონის ეპოპეამ განსაზღვრა ეს ურთიერთობები ირანსა და ბრიტანელებს შორის. ეს ურთიერთობები გაყვა 20-იან წლებში, 30 წლებში, 50-იან წლებში, 1854-15-16 წლებში, როცა ირანმა სცადა ამ ურთიერთობიდან თავის დაღწევა. ბრიტანელებმა უპასუხეს შეჭრით, ხო? სპარსეთის ყურეში ბრიტანული დესანტი გადასხა 56 წელს მაგალითად და აიძულეს შაჰი კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყო ამ ურთიერთობასთან. კარგი, ეს ერთი მომენტი არის. მეორე, რომელიც ამ წერტილებიდან ეს შეიძლება ეს ირანთან საქართველოს მიმართებით თქვენთვის უფრო ნაცნობი იყოს, მაგრამ ეს ალბათ ნაკლებად ნაცნობი. ჩვენ ყველა ვიცით, რომ ომი ძალიან ძვირი რამ არის, ხო? ძალიან დიდ ფულს მოითხოვს. ხა ნაპოლეონი რომ მოვიდა ხელისუფლებაში 1799 წელს, მან აღმოაჩინა, რომ საფრანგეთის ეკონომიკა ფაქტობრივად დანგრეული არის. რევოლუცია რო დაიწყო 1799 წელს იმის პირობით, რომ რეფორმას ჩაატარებდნენ, რაღაცა ეკონომიკური ცვლა იქნება და ბოლო 10 წელმა არაფერი ნაყოფი არ გამოიტანა. პირიქით, ეკონომიკური თვალსაზრისით საფრანგეთი უარეს მდგომარეობაშია.
ამიტომ ნაპოლეონი როცა მოვიდა ხელისუფლებაში, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მასთვის იყო სწორედ იმ ფულის, იმ საგადასახადო სისტემის შეცვლა, საფინანსო რეფორმების ჩატარება, რომ მიეცა საშუალება, რომ ეწარმოებინა ომი. ახლა საინტერესო ის არის, რომ ნაპოლეონმა დიდი როლი ითამაშა საფრანგეთის გამარჯვებაში პირველი მეორე კოალიციის ომებში, ხო? მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ეს ყველა ვიცით, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. 1796 წელს, როცა ნაპოლეონი შეიჭრა იტალიაში, საფრანგეთში არის ეკონომიკური კრიზისი. ინფლაცია 20%-ზე მეტი არის, ხელფასები არ არის, ფასები იზრდება. ზუსტად ამ დროს ნაპოლეონი იპყროს იტალიას და რასაც ქვია ძარცვა გლეჯვით, კრებს ფულს და მილიონობით ფრანკი რაც იყო მაშინ, იგზავნება უკან. და სწორედ ამ ძარცვა გლეჯვით ამოღებული ფულით სტაბილიზდება ფრანგული ეკონომიკა. მაგრამ ეს ვერ გასტანს დიდხანს, იტალიის ძარცვა გლეჯვით მხოლოდ შეიძლება 2-3 წელი გაგრძელოს. რაღაც ახალი ტერიტორია არის საჭირო. სწორედ ამით არის განპირობებული ერთის მხრივ, თქვა ფრანგული აგრესიული პოლიტიკა 99 წელს, როცა შეიჭრებიან ჰოლანდიაში, მერე შვეიცარიაში, როცა ანექსირებას მოახდენენ, ქმნიან, რასაც უძახიან ხოლმე sister republics, როგორ არის მეგობარ რესპუბლიკებს, რომელშიც ფრანგები აკონტროლებენ ეკონომიკას და კრეპენ ფულს. მაგრამ ეხლა დავზავდით. უკვე აღარ შეგვიძლია წავიდე და უბრალოდ ძარცაღლეჯვით ამოვიღოთ ეს ფული და საიდან მოვა ეს ფული? მით უმეტეს რომ ომი გრძელდება ბრიტანეთთან 1803 წელი არის. ნაპოლეონისათვის ეს პასუხი მოდის ესპანეთიდან. ახლა ნაპოლეონს აქვს ძალიან დიდი ჯარი თავმოყრილი ჩრდილოეთში, აი სადაც ის წერტილები არიან, დიდ საპორტო კომპლექსებს აწყობს, აშენებს გემებს, მხოლოდ ამ წერტილებში ყავს განლაგებული დაახლოებით 190,000 კაცი. ემზადება ბრიტანეთში შესაჭრელად, ეს წინასურათი სწორედ ცოტა თანამედროვე გრავიურა კი არის, მაგრამ ეს აქედან არცეთი სერიოზული იდეა არ არის, მაგრამ ეს ასახავს უბრალოდ რამდენად ფართომასშტაბიანი იყო ეს ჩანაფიქრი, ხო? ყველანაირად ცდილობდნენ შეჭრას. პრობლემა იყო ფული, დიდი პრობლემა. ამიტომ პასუხი არის ესპანეთი. რატო ესპანეთი? იმიტომ რომ ესპანეთს აქვს მთელი დასავლეთ ჰემისფერო, ხო? აქვს უზარმაზარი კოლონიები მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში და აწარმოებს უზარმაზარ ოდენობით ვერცხლს. 1803 წელს ნაპოლეონმა აიძულა ესპანეთი სამხედრო მუქარით, აიძულა ხელი მოეწერებინა სუბსიდიის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ნახევარი ვერცხლი, რაც კი იწარმოებოდა ესპანეთის კოლონიებში, იმის ნახევარი ყოველწლიურად გადაეცემოდა ნაპოლეონს. პრობლემა მოხსნილია, ხო? წაგლიჯეთ ესპანეთს და აფინანსე შენი ომი. მაგრამ იქ ერთი მცირეოდე პრობლემა არის. ვერცხლის წარმოებით ძირითადად ხდება აი აქ. აქ არის პორტი ველაკრუსი. ყოველწლიურად უზარმაზარი გალეონებით იტვირთება ეს ვერცხლი და გადააქვთ ესპანეთში. კარგი, თქვა ნაპოლეონი ვართ, ხო? წავართვით ესპანელებს ნახევარი ვერცხლი. პრობლემა მაინც ის არის, როგორ გადმოვიტანთ ვერცხლს აქიდან აქ, თუ ბრიტანელები აკონტროლებენ ზღვას. ნაპოლეონისათვის პასუხი არის მაქინაცია. მოდი მოვიფიქროთ გზა, რომლითაც ამას მოვახერხებთ. ამისოთ დაელაპარაკა თავის ბანკირებს, რომელთა შორის ერთ-ერთი არის უვრარი. სამწუხაროდ კარგად არ არის გამოკვლეული ამის ბიოგრაფია, არის ერთი ფრანგული, ერთი ინგლისური ბიოგრაფია დაწერილი, მაგრამ საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება არის. თუ რამე შეეხება ფინანს, კომერციას, გენიუსი. ძალიან ნიჭიერი პიროვნება იყო. და სწორედ მიდის ნაპოლეონი ამ გაბრიელ უვრართან, უვრარი ხელმძღვანელობს ამ კომპანიას, რომელსაც ქვია კომპანია ნეგოსიონ რიონი. და ეს საინტერესო კომპანია, იმიტომ რომ საფრანგეთის მთავრობა იმდენად ჭირდება ფული, რომ კერძო ამ კორპორაციასთან მიდის და ეუბნება მომეცი ფული ეხლა და მე მოგცემ თქვენ საშუალება რომ აკრიფოთ გადასახადი. ანუ მომეცი 10 მილიონი დოლარი ეხლა და მე შეგიძლია რომ წახვიდე და ფრანგებისგან აკრიფო 10 მილიონი დოლარის თქვა გადასახადი. მაგრამ ამ დროისათვის ამათ იმდენი ვალი აქვს უკვე ამ კერძო კორპორაციას, რომ ვერ იხდიან საკმარისი გადასახადის არ შედის ყოველწლიურად. უბრალოდ თანხდება ნაპოლეონს რომ დაელაპარაკოს ესპანელებთან ამ ვერცხლის მაქინაციაზე. მიდის ჩადის ესპანეთში, თავისი მეგობრები ყავს ესპანეთის ცენტრალურ ბანკში, ძიან ჯდებიან საუბრობენ და
აქვთ იდეა. გადავრეკოთ ჩვენს მეგობრებთან ამსტერდამში. მეგობრები ყავს ბანკში ჰოპ. ერთ-ერთი უზარმაზარი ბანკი არის, ეხლაც კი არსებობს, ოღონდ იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის, ეს შენობა არის ყველაშორის იქ, დამაარსებელი ცხოვრობა აი ამ შენობაში, თან ჰოპი. ყველაზე ძლიერი ბანკი ჰოლანდიაში. გადაურეკეს, თანახმა ხარ, რომ ჩვენთან შენ მაინც ახლა ნეიტრალური მხარე ხარ, ხო, ჰოლანდიელები. თუ გაგვეხმარებით ვერცხლის გადაზიდვაში, მოგცემთ ნაწილს. ჰოლანდიელებმა აწონ დაწინეს უთხრეს რომ აიცით რა არის ისეთი მნიშვნელოვანი ახლა ჩვენ ვამბობთ რამდენიმე ტონა ვერცხლი ყოველთვიურად, ყოველწლიურად ეს სახიფათო საქმე არის. ამას ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ბრიტანელები აკონტროლებენ ზღვას და რაღაც უნდა მოვიღონიოთ. მაგრამ ჩვენ ყავს მეგობრები ბრიტანელები. ბრიტანეთის ბანკი ბარინგი, რომელიც დღემდე ძალიან ცნობილი არის. ბარინგის ბანკი მნიშვნელოვანი იმით, რომ ბარინგის თვითონ ოჯახი და აქ სამნი არიან დამაარსებელი, მისი ძმა და მისი სიძე. ეს ჯონი სიძე არის, ეს ჯონი არის ზუსტად ახლა ამ მომენტში ხელმძღვანელი, მაგრამ ბარინგის ოჯახის ერთი წევრი არის ინგლისის ცენტრალური ბანკის უფროსი, მეორე წევრი არის ოსტ-ინდოეთის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, მესამე არის სამხედრო უზარმაზარი ბანკის უფროსი. ანუ შეესრულებათ მან ბრიტანეთის მთავრობაში. და სწორედ ამათ მეშვეობით მივიდნენ პრემიერ-მინისტრ ბრიტანეთს და უთხრეს. ჩვენ გვაქვს ეს გეგმა. უბრალოდ დააფიქრდით რა გეგმა არის. ესპანეთს აქვს ვერცხლი, ოქრო. საფრანგეთს ჭირდება ვერცხლი, ოქრო. ჰოლანდიელებს შეუძლიათ რომ დაეხმაროთ ფრანგებს ამ მხრივ. მაგრამ თვითონ ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ზღვას. ამიტომ ისინი მოდიან ჩვენთან. კი ბარა, მე მაგას გაი რა არის, რომ წამოიღებენ წავართვათ. კი, შეიძლება ერთხელ წავართვათ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ბარინგის ბანკს და ოსტ-ინდოეთის კომპანიასაც ჭირდება ვერცხლი. რატო ჭირდება თქვენ ვერცხლი? იმიტომ რომ დავაფინანსოთ თქვენ ბრიტანეთის მთავრობის სამხედრო ოპერაციები. ესე იგი ჩვენს ჭირდება ვერცხლი, ხო? ანუ თუ ჩვენ ნებას დავრთავთ მათ, რომ გადაიტანოს ვერცხლი და ჩვენ მოგცემენ 20%, ისინი დაიტოვებენ 20%-ს და მერე დანარჩენი ყველა წელს მიიღებს, ჩვენ მზათა ვართ, რომ ეს ყველაფერი განმახორციელოთ. როგორ? ბრიტანული სამხედრო გემებით. მაგარია რა. ბრიტანული სამხედრო გემებით მიცურავენ ატლანტიკის ერთ მხარეს, იღებენ მექსიკურ ოქროს, ვერცხლს, მოდიან უკან, აძლევენ ამას ესპანეთს, საფრანგეთს და მე ორივე მხარე აფინანსებს ამას, რომ ერთმანეთს დახოცონ. რა მაგარი რამეა რა. და ეს მაქინაცია, ეს სქემა მუშავდებოდა 1803-4-5 წლებში. განხორციელდა 5, 6, 7, 8 წლებში და მხოლოდ დამსრულდა მაშინ, როცა ნაპოლეონი უშუალოდ შეიჭრა ესპანეთში, დაიპყრო ესპანეთი და მოიხსნა საშუალება, რომ გაემართლებინა ეს ბრიტანელებისათვის, ეს უკვე უფრო მეტად საშიში გახდა. კარგით. ეხლა 1806 წლებში თუ ბრიტანელი ხარ და ამას უკვე აფიქსირებ, ხომ მთავრობაში ხარ და უყურებ ამ ვერცხლის გადააქვს, რა თქმა უნდა იტყვი, რომ გიმარა ჩვენ ერთი მხრივ გავაკეთოთ ეს, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ რატო არ შეგვიძლია წავიდეთ და ეს ვერცხლი დავიპყროთ. ვითომ ეს ესპანეთის სუსტია თითქოს და. მოკლედ 1806 წელს, 1805 წლის მიწურულს 6 დასაწყისში, 6 წლის დასაწყისში ბრიტანეთის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომ წასულიყვნენ სამხრეთ ამერიკაში, რიო-დე-ლა-პლატაში, დღევანდელ არგენტინაში, დაეპყროთ სამხრეთ აფრიკის ეს კოლონია ესპანური და შემდეგ გადასულიყვნენ ანდებზე და შეასულიყვნენ პერუში. თვითონ ახლა დღევანდელი გადასახედიდან გიჟური იდეა არის. მაგრამ იმ მომენტში იფიქრეს, რომ გაამართლებსო. და გაგზავნეს ექსპედიცია 1806 წელს. ეს ექსპედიცია ჩავიდა, დაიპყრო ბუენოს-აირესი 1806 წელს და უკან გაგზავნა ძალიან გრძელი წერილი მოხსენება, ურა პატრიოტიზმი და ეგ არის ამდენი 100 წლოვანი იდეა, რომ ბრიტანელები შეიჭრნენ და აიღებენ სამხრეთ ამერიკას, ბოლოს და ბოლოს ცხადდება პირველი გამარჯვება მოიპოვეთ. სანამ ეს წერილი ჩავიდა ინგლისში, სანამ ჩავიდა ლონდონში. ამ დროს რო ჩავიდა, ბრიტანელები ისეთი გახარებულები იყვნენ, რომ ბრიტანულმა მთავრობამ გრენბლუმად გადაურეკა ველინგტონის გერცოგს. და სთხოვა მონაწილეობა მიიღო, უბრალოდ გაეწყო ახალ ექსპედიციისათვის. ეს ექსპედიცია მოიცავდა რას? ბრიტანული ჯარი წავიდოდა სამხრეთ ამერიკიდან აფრიკაში
იქ აიღებდნენ დაახლოებით 3-4,000 დამატებით ბრიტანულ ჯარს, მერე წავიდნენ ინდოეთში, კიდე 4,000 კაცს. შემდეგ ინდოეთიდან დაიპყრობდნენ ფილიპინებს, რომელიც ესპანური იყო, გადაცურავდნენ მთელ წყნარ ოკეანეს, მოვიდოდნენ კალიფორნიაში, დაიპყრობდნენ კალიფორნიას, გადავიდოდნენ მერე მექსიკოში და ზუსტად ამ დროს ინგლისიდან ჩამოვიდოდნენ მეორე მხრიდან და დაიპყრობდნენ მექსიკას, სადაც ძირითადი წყარო არის ვერცხლის. ესე იგი გახტაცებაში არიან მოსულები, ზიანო ზუსტად ამაზე მუშაობენ და სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს, რომ არა ეს ცნობა. გახსოვს ის პირველი შეტაკება ბუენოს-აირესში, როდესაც მივიდნენ და გადასცდნენ. ორი კვირის თავზე ბრიტანელები დამარცხდნენ, იძულებულები იყვნენ, რომ დანებებული იყვნენ, გენერალი ბერესვორდი ეგერ აბარებს თავის ხმალს და კუდამოძუებულები გამორბიან უკან. ასე რომ ეს ექსპედიციაც დასრულდა ესე უარყოფითად. ინდოეთის ოკეანეთ მოგაწყენთ 1 წუთით და მორჩა. ინდოეთის ოკეანეში ნაპოლეონის ომისათვის საფრანგეთს ძალიან მწირე ტერიტორია უკავია. თავის დროზე მე-18 საუკუნის დასაწყისისთვის საფრანგეთი აკონტროლებდა სამხრეთ ინდოეთს, მაგრამ 1757 წლის შემდეგ ფაქტურად გამოგდებულები არიან ინდოეთიდან. ძირითადი კონტროლის ქვეშ ტერიტორია არის აი ეს ორი წერტილი, ორი კუნძული, რომელიც ინდოეთის ოკეანეში არის. პირველი არის ილ-დე-ფრანსი, არ ვიცი თქვენ ხედავთ თუ არა. ილ-დე-ფრანსი და მეორე არის ილ-ბონაპარტე. სწორედ აქ არის ცენტრი საფრანგული ჯარის, უფრო სწორი საზღვაო ძალების და აქედან მონაწილეობენ სხვადასხვა მხრივ სხვადასხვა ტერიტორიებზე თავდასხმებში. როგორც წესი მიდიან ინდოეთში, ესხმიან ბრიტანულ სავაჭრო გემებს, წარცოვენ, იღებენ ფულს და უკან ბრუნდებიან. ანუ მაინც ლახავენ ინტერესებს ბრიტანეთის. მაგრამ ამავე დროს საინტერესო ის რომ 1806 წელს ნაპოლეონმა დაიპყრო ჰოლანდია, ანუ ოფიციალურად გამოაცხადა ჰოლანდია საფრანგეთის კონტროლის ქვეშ და ამიტომ აი ეს წითელი ტერიტორია აქ, რაც კი ინდონეზია არის, ხო? რაც იყო ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი, ოფიციალურად გახდა საფრანგეთის ტერიტორიაც. როგორც კი ეს მოხდა, ბრიტანელებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაციები ამ რეგიონში. ჰოლანდიელები ისტორიულად, ხო, 1500 წლიდან, განსაკუთრებით 1612 წლის შემდეგ, მათ აქვს პრივილეგია რომ იბაჭონ იაპონიაში. ისე მოხდა, რომ ბრიტანელები დასდებდნენ ფრანგებს და ჰოლანდიელებს, სწორედ ამ სავაჭრო კუთხით, რადგანაც ჰოლანდია და საფრანგეთი დაზავებულები იყვნენ. 1808 წელს ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინციდენტი ხდება ნაგასაკიში. როგორც მოგეხსენებათ, იაპონია ჩაკეტილი ქვეყანა არის. ბაფუკუ სისტემა მოქმედებს იაპონიაში, რომლის მიხედვითაც უცხოელებს გარდა ჰოლანდიელებისა არ დაეშვებათ იაპონიაში. არ შეუძლიათ გადასხდნენ, ხოლო ჰოლანდიელებს აქვს მაგის საშუალება. ამიტომ 1808 წელს კაპიტანი თქვენ წინ ძალიან ისე ჰეროულ გმირულ პოზაში აქვს ფლიტვუდ პელეუ ახალგაზრდა ბიჭი არის, უნდა რომ გამოიჩინოს თავი და ფიქრობს რა შეიძლება რომ გავაკეთო და გადაწყვიტოს რომ თავისი გემი გადააკეთოს, ჩამოხსნა დროშები, აღმართა ცოტა ჰოლანდიური დროშები, შეცვალა ცოტა თავისი გემი რომ გამოჩენილიყო ვიდრე ჰოლანდიური გემი არის და შევიდა ნაგასაკიში, აღმართა ეს ყველაფერი და აღნიშნებს რომ ჰოლანდიელი ვარო. ჰოლანდიელები გამოვიდნენ, სხვა შორის იაპონელები არიან, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში, გამოვიდნენ რომ მიესალმონ ამ გემს. მათთან ერთად არიან ადგილობრივი ჰოლანდიელი წარმომადგენლები და ამ პელეუმ ჩაიდო ორივე მხარე ხელთ, აიძულა რომ გადაეხადა ფული, საჭმელი, სასმელი, რაც კი რამე ქონდა და რაც თავარი როდესაც იაპონელები დაყოყმანენ, გახსნა ცეცხლი და მერე როდესაც ჩააბარეს ეს ყველაფერი, გამოწავიდა სახლში. ეხლა თვითონ ინციდენტი თითქოს მწირე არის, მაგრამ აქვს ძალიან დიდი ზეგავლენა იაპონიაზე. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ საბჭოთა საცოდავი უფროსი ნაგასაკის იძულებული იყო რომ ჩაეტერებინა ხარაკირი. თავი მოიკრო. მეორე იმით რომ ცენტრალური ხელისუფლებას ბაფუკუს ხელისუფლება როცა შეატყობინეს ამის შესახებ, მან წამოიწყო გრძელვადიანი, ფართო მასშტაბიანი სამუშაოები რომ გაეძლიერებინა სანაპიროები. ამ შემდეგი რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში სწორედ იაპონია ზრდის საფორტიფიკაციო სამუშაოებს თავის პორტებში, განსაკუთრებით ნაგასაკიში. შემდეგი არის რომ აღმოჩნდა, რომ იაპონელებს რო ეგონათ, რომ მათი ცეცხლსასროლი იარაღი მithumetes ქვემეხები იყო ძლიერი, აღმოჩნდა ზუსტად ამ ნაგასაკის ინციდენტში, რომ არანაირად არ შეიძლება ბრიტანელებთან წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ დაიწყო ზუსტად სახსრების ჩადება ცეცხლსასროლის იარაღის უფრო დიდი ოდენობით შეძენაში. და ბოლოს მესამე რაც თავარი არის იაპონურმა ხელისუფლებამ უფრო გაამკაცრა დასავლეთთან ურთიერთობა.
Right, am ურთიერთობამ გასტანა ეს ამ გამკაცრებამ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ევროპელი თუ აღმოჩნდა იაპონურ ნავსაყუდელში სიკვდილი დაისჯებოდა, გასტანა 1854 წლამდე. ანუ ეს ხდება 1808 წელს და კიდევ 46 წელი იაპონია არის ჩაკეტილი ქვეყანა. არ აქვს სურვილი რომ ითანამშრომლოს დასავლეთთან. და შემდეგში ეს სურვილი გაუქმება მაშინ, როდესაც 1854 წელს ამერიკელები, ხომ, ცნობილი შავი ესკადრონი, მეთიუ პერვის მეთაურობით მოდის და ბომბავს. საცუდავ ნაგასაკის შორის ერთ-ერთი ქალაქი არის ისა. ბომბავს იაპონურ ქალაქებს და აიძულებს იაპონიას რომ გაიხსნას გარე სამყაროსათვის. კარგი ბატონო ჩემო, მოდით ახლა გავჩერდები მე რომ კონდეს საშუალება რომ კიდე კითხვებს უპასუხო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კითხვები თუ არის? მოგესალმებით, დავით ჭიშკარიანი, ისტორიკოსი. მე მაქვს ორი შეკითხვა. კი ბატონო. პირველ ყოვლისა მაინტერესებს ეს ესპანეთთან ამბების დროს ეს ესპანეთის მთავრობა დასაკეთებდა სამხედრო ინფორმაცია ამოსთან თქვენი სქემის მიხედვით თქვა ბოლომდე ვერ გავიგე. ესპანეთის მთავრობას რა ფუნქცია აქვს და აგრეთვე მაქვს ესეთი ოდნავ გლობალური შეკითხვა ნაპოლეონის ომები და ახალი ნაციონალური იდენტობების, ანუ ახალი ნაციების წარმოქმნა როგორ ხდება? როდესაც ბრიტანელები გადასცდნენ ბუენოს-აირესში და დაიპყრეს ადგილობრივი ქალაქი, ეს ქალაქი დაიპყრეს და დარჩნენ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში და შემდეგ გაძევებული იქნა. ეს ყველაფერი მოხდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. და ამას მნიშვნელობა აქვს, როდესაც 2 წლის შემდეგ ნაპოლეონი იპყრობს ესპანეთს, კავშირი გაწყვეტილი არის და ადგილობრივ ხალხს ჯერ არ აქვს თქვა გარკვეული ესპანელები არიან თუ არ არიან, ხომ? უნდა გადაწყვეტონ რა ურთიერთობა ექნებათ ესპანეთის ახალ ხელისუფლებასთან, ბონაპარტის ხელისუფლებასთან. და სწორედ ან თუ ჩავეძიებით თქვა და ამ სწორედ გამოსვლებს წავიკითხავ თუ რაზე არის საუბარი, ძალიან ბევრი მოდავარქოთ არგენტინელი ხო ვთქვა. არგენტინელი ამბობს, რომ ჩვენ ვართ განსხვავებულები ესპანეთისაგან, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თავის მართვა. და ჩვენ თავის მართვის მაგალითად მოყავს სწორედ ბრიტანეთის შეჭრის დამარცხება და ამბობენ რომ ჩვენ თუ ამის ბრიტანეთის დამარცხება შეგვიძლია რაღაც გვჭირდება ჩვენ ესპანეთის ხელისუფლება. ამიტომ ამ ხრივ ამას აქვს ისეთ თქვათ ისეთ ადგილებში როგორც არის სამხრეთ ამერიკა, ხომ? ჩვენ ვიცი ეხლა ამ ლექციაში ამ მქონდა საშუალება რომ მესაუბრო, მაგრამ ვიცით რომ უშუალო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზეგავლენა ნაპოლეონის ომებისა სწორედ არის ის რომ ნაპოლეონის ომების განმავლობაში 1810-11 წლებში იწყება დამოუკიდებლობის მოძრაობა სამხრეთ ამერიკაში, ხო? განსაკუთრებით მექსიკაში, ხო, რაც არის დღეს კოლუმბიაში, ვენესუელაში და მართალია 15 წელს გასტანს, მაგრამ 1825 წლისათვის ბოლივარის, სენ-სიმონის მეთაურობით ეს ყველაფერი გვირგვინდება ამ სწორედ ახალი იდენტობის ჩამოყალიბებით. მაგრამ იგივე შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი მაქროვა არის ევროპაში ბუნებრივია, ხო? თვითონ ესპანეთში შეჭრაც იწვევს სწორედ ცოტა რთული არის იმას საუბარი რამდენად ეს იყო ნაციონალური ეროვნული შეგნება ესპანეთში, მაგრამ იმის უარყოფა არ შეიძლება რომ ესპანელები სწორედ იმით მოქმედებდნენ რომ ჩვენ ესპანელები ვართ განსხვავებულები ფრანგებისაგან. უფრო კარგად არის შესწავლილი საკითხი გერმანიასთან მიმართებით. ეს განსაკუთრებით 1807-8-9 წლების ოკუპაციის დროს ფრანგები როცა ბუნებდნენ გერმანიაში, იწვევს სწორედ ამ იდენტობის ჩამოყალიბება. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი არის ამერიკელი ისტორიკოსი და იმან დაწერა ფერდინანდ შილის აჯანყების წიგნი ფერდინანდ შილზე. 1809 წელს ხდება, ძალიან ახალგაზრდა ეს პატრიოტული სულისკვეთებით აღჭურვილი გერმანელი ოფიცერი არის და აჯანყებას მოაწყობს დაახლოებით 200 კაცთან ერთად თელ გერმანიას გადაკვეთს ფრანგებთან ჭუბით და ბოლოს ყდება. მაგრამ აი ეს თვითონ ეს გმირული მომენტი, როცა აი ეს ოროსმა კაცმა დაიწყეს ჭუბი ამ ხლა იმპერიის წინააღმდეგ დაიწყეს, ეს გახდება ძალიან მნიშვნელოვანი გერმანული ეროვნული იდეისათვის, რა თუ იგზავრეთ მაგალითად რაც მადრე იყო ვესტფალია, საიდანაც ეს შილი იყო, ძალიან ბევრი ძეგლები არის მაგალითად მასი, რომელიც არის დადგმული აი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ეს გერმანული ეროვნული იდეა სწორედ ძვინვარებს ხომ. რაც შეიძლება მექსიკის ვერცხლს. ეს ყველაფერი ხდება ესპანური მთავრობის ხელშეწყობით, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუ გახსოვთ მე ვთქვი რომ 1803 წელს ეს ხელშეკრულება რო დაიდო, ამას წინ უძღოდა ნაპოლეონის მხრიდან სამხედრო ულტიმატუმი. ან ამას გააკეთებ, ან იქნება შეჭრა. ესპანური ჯარი ძალიან მწეო არის ამ პერიოდში. თუ გადავხედავთ ნაპოლეონის ომების ისტორიას ესპანეთში,
მათ მართლაც ცალხელზე ჩამოსაცვლელი მოგებები აქვს მხოლოდ. და ისიც იმ პირობებში, როდესაც ფრანგებმა დაუშვეს უფრო მეტი შეცდომა და არა იმდენად რომ ესპანელებმა რამე გამოიჩინეს რა ინიციატივა. ამიტომ ესპანეთს კარგი საზღვაო ძალები ყავთ. თორეც თუ რო გითხრათ რა 1000 რევოლუცია რო დაიწყო ესპანეთის სამზღვაო ფლოტს აქვს 75 სახაზო გემი, საფრანგეთს აქვს 76 და ბრიტანეთს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ყავს 115 ბევრად უფრო მეტი ეს ატლანტიკის ოკეანეში. მაგრამ საზღვაო ძალები კარგი ყავს ესპანეთს, მაგრამ ჯარები ნაკლებად და ამიტომ არის რომ არ ძალუც მათ რამე წინამდებობა გაეწიათ ნაპოლეონისათვის. სხვა კითხვები? მე უფრო ისტორიაზე არ მოვშეკითხა თანამედროვე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და ის ჩვენი ეს გადმოსახედიდან როა აი ხوار იქ ისე ვთქვათ ამ წელს დაწყებულ ირანის მიმართ დასავლეთის შესუსტებულ ასე ვთქვათ სანქციებს და გარკვეულწილად ირანის ასე ვთქვათ გაფრთხილებას არახოთ მოკლევადიანი და თუნდაც იგივე ამ ისლამური სამხედრო წერილობასთან სამხედრო როლი აქვს არამედ ვთქვათ წერილადაში შეიძლება იყოს გარკვეულწილად რუსეთის და ირანის ისტორია გამოვიდეს ესე ვთქვათ გავლენის პერიოდზე. ეს ისტორია, ვთქვათ, ეს პერიოდი იმას ცხადყოფს, თუ რამდენად პრაგმატული არის გეოპოლიტიკური მიდგომა, ხომ? რომ არ არის აქ არც იდეალებზე საუბარი, ხომ, არც რამე მორალურ რამე ზნეობრივ იდეებზე საუბარი არის, საუბარი აი პრაგმატულ მოსაზრებებზე. ბრიტანეთს აინტერესებს ირანთან თანამშრომლობა, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ ინტერესებს იცავთ. რუსეთს აინტერესებს, თქვათ, ირანთან ზავის დადება ან ომიანობა, მაშინ როდესაც მათ ინტერესებს იცავს. თუ აი ესეთი ზოგადი მიდგომით მიუდგებით, არ უნდა ვიმსჯელოთ, თქვათ, რომ აი დემოკრატიის დანერგვა ან რამე უფრო მორალური იდეებისათვის ბრძოლა რამეს დიდ ზეგავლენას მოახდენს ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც თქვათ ირანთან მიმართებით ხდება. ეს გადანაწილდება სწორედ პრაგმატული მიდგომით და არა რამე იდეალისტურით. თუ ეს შესაძლებელია ისტორია მეორდებას ყველა გადავიცეთ. ხელამდელ ვითარებასთან, გეოპოლიტიკურ ვითარებასთან თუ შეიძლება 19-20 დასაწყისის სოფლის გეოპოლიტიკური ვითარების პარალელი ეს როლები როგორ შეიცვალა და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ განვითარდება მოვლენა. მე არ მჯერა ვთქვა, რომ ისტორია მეორდება, ხო, ეს პირობები იცვლება, სიტუაციები, პიროვნებები სხვა არის, ხო, ეს ყველაფერი. ამიტომ პირდაპირ პარალელის გავლება ცოტა რთული არის, მაგრამ ერთი გარკვეულწილად შეიძლება იმაზე ვისაუბროთ, რომ ახლა რევოლუციური და ნაპოლეონის ომები, ხო, ეს მთელი ფენომენი, როგორც ვთქვი, არის აი ფართო, უფრო დიდი გრძელვადიანი ფენომენისა, რომელსაც 100 წლიანი ომი ეწოდება, ხო? და ეს არის ომი, რომელიც არის აი დიდი იმპერიების წარმოშობის პერიოდი. ბრიტანეთის იმპერიაში იქნება ამ დროს საფრანგეთის იმპერია სამწუხაროდ საფრანგებისათვის, ჩემთვისაც ეშვება. რუსეთის იმპერიას აღზევების მომენტი არის, ხო? ეხლა მე-18 საუკუნეში, ხო, ჩამოყალიბდა ეს პრინციპი, რომელსაც არის balance of power, როგორ არის? Balance of power. ძალთა ბალანსის, თქვათ, ხო, ძალთა ბალანსის. ანუ ხუთი წამყვანი ქვეყანა არის ევროპაში, ბრიტანეთის, საფრანგეთი, რუსია, რუსეთი და ავსტრია. და ეს ხუთი ქვეყანა აკონტროლებს ყველა დანარჩენს. ეს ფაქტურად ინსტიტუტურულად იყო ჩამოყალიბებული ევროპაში. ეს ომიანობა, ხო, გამოწვეული ერთის მხრივ და ამაზე საკმაოდ საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს დასავლეთში. გამოწვეული არის სწორედ საფრანგეთის უძლურობით. და ეს უძლურობა თავის მხრივ არის გამოწვეული ფინანსური კრიზისით. და ამიტომ სწორედ იმაზე არის საუბარი, ვთქვათ, აი პარალელურად გავაყოლოთ, რომ აი რამდენად შეიცვალა, ვთქვათ, ეს გეოპოლიტიკური ვითარება, როდესაც ერთი დიდი სახელმწიფო, ვთქვათ, თუ გინდა სამართლებრივ კავშირი თუ რუსეთი, ხო, არის დაცემის პირს, ან აეცემა, ხო, ეხლა ცოტა არ ვიცი, ადრევია თუ არა ამაზე საუბარი, მაგრამ მას მაინც სურვილი აქვს, რომ შეინარჩუნოს ეს. იგივე ეხება ავსტრიას მაგალითად. ავსტრია ამ პერიოდში აშკარაა მათთვის 99 წელს ეს განსაკუთრებით საინტერესოა 1799 წელს. როდესაც საფრანგეთმა მოიპოვა მთელი რიგი გამარჯვებების ავსტრიაზე და ავსტრიისათვის დგება საკითხი, ჩვენ დავრჩებით თუ არა დიდი სახელმწიფო. და იმისათვის რომ დავრჩეთ დიდი სახელმწიფო, რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ.
ავსტრიისათვის პასუხი იყო, რომ სხვა დიდ სახელმწიფოთან შეკრა და ზოგიერთ მომენტში წასვლა დიდ დათმობებზე. მაგრამ რუსეთმა მაგალითად სხვა არჩევანი გააკეთა და ამ პარალელის მხრივ შეიძლება ალბათ პარალელის გავლება თქვა რუსეთის აქციელთან უკრაინაში, სადაც მას მიაჩნია, რომ აქვს ინტერესები, რომელსაც დაიცავს, ხომ? ასეთი მიდგომა აშკარა არის ამ პერიოდშიც. ბრიტანელებს მაგალითად 1800 წელს მიაჩნიათ, რომ მათი ინტერესები ილახება ბალტიისპირეთში. და მათი გადაწყვეტილება რა არის? გაგზავნონ მთელი ესკადრონი, დაბომბონ კოპენჰაგენი, ომის გამოუცხადებლად, უბრალოდ მივიდნენ დაბომბეს, აიძულეს დანია რომ გამოეცხადებინა ნეიტრალური თავისთავი, ჩაებარებინა თავისი ფლოტის ნახევარი და დაბრუნდნენ უკან. ინტერესების დაცვა, ხო? აი ამ ხრივ მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი თემა არის ამისი, რომ მე ვერ ვპოულობ, თქვა მორალურ ან ზნეობრივ მიდგომას ამ გეოპოლიტიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი არის ძალიან პრაგმატული და ინტერესებზე დამოკიდებული.